მოგესალმებით პირდაპირ ეთერშია ობიექტივი მე ირმა ინაშვილი ვარ თქვენთან ერთად ვიქნები დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში შეგიძლიათ დაგვირეკოთ ამონათდება ეკრანზე ჩვენი პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომერი და ტრადიციულად თქვენი მოსაზრებებიც გაგვიზიაროთ არა მარტო იმ თემებზე რა თემებთან დაკავშირებითაც დღეს ვისაუბრებთ არამედ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხებიც გაასაჯაროთ ჩვენი პირდაპირ ეთერის საშუალებით. ასევე შეგიძლიათ ჩვენს გადაცემებს რადიო ტალღაზეც მოусმინოთ FM 105 და 1 და რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა სხვა გადაცემაში დღესაც ვილაპარაკებთ ჩვენი ქვეყნის გარშემო. იმ პრობლემების ირგვლივ, რაც ხალხს თითოეულ თქვენგანს აწუხებს და რომ გადავხედოთ სტატისტიკას ჩვენ საკმაოდ ისეთი დამაფიქრებელი მონაცემები გვაქვს სახეზე. როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ფეოდალური სახელმწიფო ჩამოაყალიბა დღეს კობახიძემ და მისმა მთავრობამ და ვცხოვრობთ ფეოდალური ბატონყმური წყობის პირობებში, აი ამაზე მიანიშნებს რამდენიმე ძალიან მარტივი და ნათელი მონაცემი. ჩვენ ვხედავთ, როგორ იზრდება სახელმწიფო მოხელეების, ჩინოვნიკების ხელფასები და ნახეთ ასევე ისიც, რომ არავის არ ადარდებს არც ომის ვეტერანი, არც მარჩენალდაკარგული და არც კიდევ ის პენსიონერთა უზარმაზარი არმია, რომელიც რეალურად არის ბანკის მძევალი და ამაზე ხშირად გვისაუბრია ჩვენ უზარმაზარი საპროცენტო განაკვეთია, რისი გადახდაც უწევთ ჩვენს პენსიონერებს. აი ამ ფონზე ჩვენ ხედავთ, რომ 12800 დეპუტატის ხელფასი, 16000 ლარი, პრემიერი პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტი, 14000-15000 ლარი მოსამართლეების ხელფასები. სხვა შორის ეს ის მოსამართლეები არიან, რომლებიც გამოირჩეოდნენ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში არაერთი უკანონო განაჩენის გამოტანით. მოსპეს გაანადგურეს ადამიანების ბედი გაბზარეს, დაანგრიეს ადამიანების მომავალი და აი ეს კორპუსი, მოსამართლეთა კორპუსი გადაიბარა შემდეგ უკვე ქართულმა ოცნებამ და გითხრა პირადად კობახიძემ, რომ ადრე ცუდები იყვნენ, ეხლა კარგები არიანო. და აი ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში ძალიან ნათლად ჩანს ხალხის გაჭირვება, ხალხის ტკივილი, ხალხის გმინვა და ეს არ არის თითიდან გამოწოვილი თემა, რაზეც ახლა მე მინდა თქვენთან საუბარი, ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა, უზარმაზარი უფსკული არის გამდიდრებულ ფეოდალურ ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს შორის. და აი ამისი გამოხატულება კიდე აი ამ დიდი უფსკულის არის ის, რომ გადავხედოთ სტატისტიკას, ნახეთ 347,000-ზე მეტი მოქალაქე არის სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა. ეხლა ჩვენ ბევრჯერ სტატისტიკა გაგვისაჯაროებია, ავდივართ 1,800,000-მდე, რომელიც შემწეობას იღებს, შემწეობის მოლოდინის რიგშია, აი ჯამური რაოდენობა ჩვენი სოციალურად გაჭირვებული და ღარიბი მოსახლეობისა როგორია ჯამში რო წარმოვიდგინოთ და თუ დავშლით მერე ამას დააკვირდით 19 წლამდე ასაკის 278,640 ადამიანი ახალგაზრდა ანუ და ბავშვი არის შიმშილის რეალობის წინაშე, ანუ ყოველი მესამე ბავშვი არის, რომელიც შიმშილობს. ჩვენ ვხედავთ ასევე იმას, რომ და ამასაც სტატისტიკა გვეუბნება 227,600-ზე მეტი შრომის უნარიანი ადამიანია უმუშევარი. ეს არის ოფიციალური სტატისტიკა, მაგრამ გაცილებით მეტია დაუსაქმებელთა რაოდენობა ამ ქვეყანაში. ასევე ჩვენ ძალიან ნათლად ვხედავთ იმასაც, რომ და ამაზე მათი დეკლარაციები და ბედნიერი ცხოვრება მეტყველებს, რომ
9 დეპუტატიდან 33 მილიონერია და 14 მინისტრიდან 7 მილიონერი. კარგად არის ჩვენი საქმე რო იტყვიან რა. რა ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ? და როგორ მივედით იქამდე, რომ ნაცვლად დემოკრატიული თავისუფალი თანასწორი სამართლიანი სახელმწიფოსი ჩვენ მიგვეღო აი რაღაცა საშინელება რო იტყვიან. 21 საუკუნეში აგვიშენეს ბატონყმური წყობა, ფეოდალიზმი და ჩვენ ვხედავთ აი ამ ფეოდალებს, მილიონერ ფეოდალებს, რომლებიც თქვენ რა გონიათ, კი არ მალავენ, რომ მილიონერები არიან. მეტიც ამაყობენ, მოვისმინეთ არაერთი ჩინოვნიკის გამოსვლა ბოლო წლების განმავლობაში, რომლებიც პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ ვიმსახურებ აბარაო 13 წელი მუშაობდიო სახელმწიფო სტრუქტურებშიო, ზოგი 7 წელი, ზოგი 8 წელი და იმსახურებს. აზროვნებას მინდა დააკვირდეთ ხალხო. ვიმსახურებთო და იმიტომ ვართ მილიონერებიო და ამ დამსახურებაში იცით რა იგულისხმება, რომ კარგად ძვრებიან იქ, სადაც საჭიროა. აი დღეს იდეოლოგია, წარმატების ფორმულა, რასაც ქართული ოცნება, ქართული კი არა, უბრალოდ ნაციონალური ოცნება სთავაზობს საზოგადოებას, ეს არის კარგად ძრომა იცოდე და კარგად იცხოვრებ. ჩემი ყველა გადაწყვეტილება თუ ქმედება მოიწონე, ტაში და უკარი, საჯაროდ გამოდი და ჩემი ეს გადაწყვეტილებების სისწორეში დაარწმუნე კიდე დანარჩენი საზოგადოება, თვალი დახუჭე ყველაფერი იმაზე, რაც არ მოგწონს, რაც მიუღებელია შენთვის, რაც აზიანოა ქვეყნისთვის და კარგად იცხოვრებ. აი ეს არის წარმატების ფორმულა, რასაც ქართველ ხალხს ნაციონალური ოცნება დღეს თავაზობს. და მინდა ყველამ გავაცნობიეროთ ის, რომ ძალიან ძიმე შედეგებს მოიტანს ეს მომავალში. წარმატების ფორმულა უნდა ეფუძნებოდეს ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას. წარმატებული უნდა იყოს განათლებული ადამიანი. ეხლა ის ეპოქაა, როდესაც გარდატეხები ხდება, დიდი გარდატეხები მეცნიერებაში, ხელოვნური ინტელექტი ამისი ერთ-ერთი ნათელი მაგალითია და აი ამ დიდი სამეცნიერო, ტექნოლოგიური, ტექნიკური გარდატეხების ფონზე თავარი წარმატების ფორმულა უნდა იყოს განათლებული ადამიანის ჩართულობა სახელმწიფო მშენებლობის საკითხებში, ბიზნესში, ეკონომიკაში თუ ასე შემდეგ. მაგრამ აქ ჩვენთან ამ ბატონყმურ ფეოდალურ ქვეყანაში განათლება კი არ არის პრიორიტეტული, თქვენ რა განათლება გაქვთ. პრიორიტეტულია კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ეს ვაზელინი რამდენად კარგად თაგაქათვისებული ვაზელინის მოხმარება. და უნდა ითქვას, რომ 13 წლის განმავლობაში ჩვენ ნაბიჯ ძალიან ისე ნელა და ბოლო წლებში განსაკუთრებული ტემპებით უკვე მივემართებოდით მმართველობის აი ამ ფორმისკენ. რასაც ხორცი შეასხა, სხვა შორის ამას ამ ბატონყმურ ფეოდალურ წყობას ხორცი ვერც ერთმა წინა პრემიერმა ვერ და არ შეასხა და იმ წინა პრემიერების სულისკვეთება, როგორც ჩანს, არც იყო ასეთი წყობის ფორმირება. იქ სხვა პრობლემები იყო იმათი მმართველობის პერიოდში, მაგრამ აი ამ კობახიძის მმართველობის პერიოდმა გვაჩვენა, რომ მოხდა ფორმირება, ჩამოყალიბება ესეთი ბატონყმური წყობის. და მეც გეტყვით, ეს ყველაფერი შეფუთულია მერე პროპაგანდით, ტყუილით და რაღაცა ამ ტყუილის ბურუშია გახვეული. ცდილობენ გახვიონ მთელი ჩვენი საზოგადოება და უნდა ითქვას, რომ ნაწილი ჩვენი საზოგადოების ნაწილი მოექცა ამ ტყუილის და შეფუთული რაღაცა შეფუთული რეალობის გავლენის ქვეშ. ზარი პირველი ზარი ჩვენს ეთერში. გამარჯობათ, მოგესალმებით. ალო. ისაუბრეთ, გამარჯობათ. რა ვახარ?
უძლებთ ამ თოვრებაში რა პერვისმები ამ თოვრებაში ისაუბრეთ მესმის თქვენი და დროს ნუ დავკარგავთ თქვენ როგორ ხართ თქვენ თუ დაგვიკავშირდებით თავიდან ისაუბრეთ მესმის თქვენი და პირიქით ის მომიყევით თქვენ როგორ ხართ რა გაწუხებთ რა გეხარიათ რა გტკივათ და საერთოდ რას ფიქრობთ ყველაფერი იმაზე რაც ჩვენს გარშემო ხდება დღეს და განსაკუთრებული აქცენტი იმიტომ გვაქვს აღებული ჩვენ სოციალურ საკითხებზე რომ ეს ეხება ჩვენს მოქალაქეებს ჩვენს თანამემამულეებს რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა დღეს ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძვის და ამ ფონზე ჩვენ გვესმის შიგადაშიგ მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია რომ ამას 21 კომპანია აქვს იმას იმდენი წილი აქვს დეპუტატებზე და მინისტრებზე და მოადგილეებზე და მთელ აი ამ ჩინოვნიკთა არმიაზე ვლაპარაკობ ახლა მე და ისე როგორ გავლიეთ ეს ცხოვრება მე თქვენ სხვები მაგრამ ჩვენ ვერ აღმოვჩდით ასეთი ნიჭიერები და ასეთი მოხერხებულები რომ რამდენიმე მილიონი დაგვედო ანგარიშზე სამაგიეროდ აგერ მთელი სურათია და დღეს კიდევ არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს ინფორმაცია რომ რის გამოც ღარიბაშვილი ვთქვათ არის დაკავებული ის რომ არასახავდა დეკლარაციაში შემოსავალს მისი ღვინის ქარხნიდან ანუ ბიზნესიდან ეს არ იყო ასახული აი ესეთი დანაშაული კიდევ 51 დეპუტატზე ვრცელდება იმიტომ რომ მათაც აქვთ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის გამოკვლევით ბიზნესი მათაც აქვთ წილები ისინიც არასახავენ ბევრ ამეს დეკლარაციებში და ტენდერებსაც იგებენ აგებინებენ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებიდანაც 7 მილიონზე მეტი აქვთ მიღებული და ესე ბედნიერად ცხოვრობენ თქვენ ხარჯზე კი იმიტომ რომ ეს ყველაფერი ბიუჯეტის ხარჯზე ხდება საქართველოს მე ვერ ვხედავ და თქვენც ვერ ხედავთ რომ რამეს აწარმოებდეს თუ კი ვინმე მდიდრდება დიდი ნაწილი მდიდრდება სწორედ ბიუჯეტის ხარჯზე ზარია ჩვენს ეთერში გამარჯობათ მოგესალმებით თავიდან დაგვირეკეთ ვერ დავკარგავთ დროს ტექნიკური ხარვეზია თქვენთან თორე ჩვენთან კარგად მუშაობს ეს საკომუნიკაციო სისტემა ლაპარაკობთ სოციალურ თანასწორობაზე საერთოდ უთანასწორობაზე რაც ნათლად ჩანს ჩვენი ქვეყნის დღევანდელობის მაგალითზე და არ შემიძლია არ შევეხო მაღაროელების სასამართლო პროცესს და 4 მაღაროელის დაკავების ფაქტს ისინი დაპატიმრებულები იყვნენ თვეების მანძილზე ელოდნენ განაჩენს და გუშინ გამოაცხადა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება 2 მაღაროელს მიუსაჯეს 6 წელი და 3 თვე და კიდევ 2-ს მიუსაჯეს 4 წელი და 3 თვე ანუ 4-ვე მაღაროელი გაუშვეს 6 წლით და 4 წლით ციხეში აი ეს ხაზი კარგად მინდა რომ გავაანალიზოთ ჩვენ რასთანა გვაქვს საქმე ანუ მაღაროელები ჭიათურაში აპროტესტებდნენ და დღესაც აპროტესტებენ იმას რომ მათი შრომა სათანადოდ არ არის არც შეფასებული და არც დაფასებული ძალიან ძიმე ფიზიკურ შრომას ეწევიან ჩვენი მაღაროელები ვიცით ჩვენ მთელ რიგ შემთხვევებში დაუცველი არის მათი შრომითი პირობები დაუცველია მათი სოციალური უზრუნველყოფის საკითხები არ არის მოგვარებული და აი ეს ხალხი იმისათვის რომ იქ კიდე რაღაც რეორგანიზაციაზე იყო ლაპარაკი რომლის შედეგადაც ბევრი უმუშევარი რჩებოდა და ეს ყველაფერი ერთ თაიგულში გაერთიანდა რომ იტყვიან იმართებოდა მრავალი თვის მანძილზე აქციები შიმშილობდნენ ეს მაღაროელები და ბოლოს მოხდა ის რომ აქაც იგივე ხერხს მიმართა ნაციონალურმა ოცნებამ აი ეს ხელმძღვანელობა ანუ ლიდერები ვინც იყვნენ
ეს ადამიანები ჯგუფური ძალადობის ბრალდებით გაასამართლეს, ეს მუხლი წაუყენეს, იქ ვიღაცა გამგებელს გაეკიდაო თუ გამოეკიდაო. ძალიან ცუდია საერთოდ, რომ კრიზისების გადალახვა არ ხდება დიალოგის შედეგად. და მერე ამ ემოციურ ფონზე ვიღაცას გაეკიდება თუ გამოეკიდება და მერე ძალადობის ორგანიზებული ძალადობის მუხლის წაყენებას იყენებს ხელისუფლება ასეთ დროს. და გავიგეთ ჩვენ, რომ დიალოგით არ წყდება ამ ქვეყანაში საკითხები, არც პოლიტიკური საკითხები, არც სოციალური, არც ეკონომიკური და არანაირი. და აღებულია გეზი ნაციონალურ ოცნებას, რომ ნულოვანი თანაგრძნობა და ყველანი ციხეში და აი ამას ვადევნებთ ახლა ჩვენ თვალს და ეს მაღაროელებიც, რომლებიც სინამდვილეში როგორც თვითონ ჭიათურელები მეუბნებიან, მე ძალიან გულწრფელად იბრძოდნენ იმისათვის, რომ დაეცვათ სხვა მაღაროელების უფლებები, გაასამართლეს ამ მძიმე მუხლით და გაუშვეს ციხეში. და რო გავშალოთ ეს თემა და ჩაუღრმავდეთ, ხალხი ლაპარაკობს გაჭირვებაზე, პრობლემებზე, გაუსაძლის სამუშაო პირობებზე, იმაზე, რომ წიწიბურა და მაკარონი იყო ამათი ყოველდღიური საკვები. და დიდი ნაწილი ამ მუშა ხელისა იყო მშიერი და კიდე ამ დაჩაგრულ მშიერ ამ ფიზიკურად განადგურებულ ძალიან მძიმე პირობებში მომუშავე მუშებს ასამართლებ იმის გამო რომ არ მოგეწონა პროტესტი და მერე მიაკერებენ ეს ნაცების მართულები იყვნენ ეს ხო ამათი ხელწერა და გაუშვეს ციხეში. ეს კეთდება იმიტომ რომ დააშინონ ჩვენი საზოგადოება. და რაღაცნაირად ყველა ფიქრობდეს იმას, რომ აი ხვალ თუ მე ხმას ამოვიღებ, მეც დამიჭერენ, ვერ მოგვერევიან. ჩვენ უნდა გადავტეხოთ ეს რაღაც შიშები, რასაც მე ვაკვირდები, რომ ნერგავს ნაციონალური ოცნება, ჩვენ ამას უნდა მოვერიოთ და იქნება ეს ჭიათურის პრობლემები, ტყიბულის პრობლემები თუ პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებული საკითხები ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ ამაზე. მე გული მტკივა, რომ 2012 წლის მერე დღეს უკვე 2026 წელს ისევ ამაზე მიწევს ლაპარაკი, რომ ჩვენ არ ცხოვრობთ მართლაც დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში და შენი პოზიციის თუ მოსაზრებების გამო რაც შესაძლოა მიუღებელია ნაციონალური ოცნებისთვის შეიძლება კი არა იჭერენ და ასამართლებენ ხალხს. ნულოვანი თანაგრძნობა არ მოიტანს სიკეთეს. სიკეთე ქვეყნის ცხოვრებაში, სახელმწიფოს ცხოვრებაში, ნუ აქვს იმის გააზრებას, რომ ის ჭიათურელი მაღაროელიც შენი მოქალაქეა. ექიმი, პედაგოგი, პენსიონერი თუ პოლიტიკოსი ოპოზიციური პარტიიდან შენი ქვეყნის მოქალაქეა და ნულოვანი თანაგრძნობა კი არა, მაქსიმალური გააზრება, თანაგრძნობა, თანალმობა საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანა შენდებოდეს სიყვარულით და არა ზიზღით, სიკეთით, კეთილი გულით და არა აგრესიით, გონივრულად და არა მარტო ძალაუფლების შენარჩუნების წყურვილით, რომ თავარია მე ვიყო და დანარჩენი დანგრეულა ყველაფერი ჩემ გარშემო. და ყველას მოვერევი, ყველას დავაპატიმრებ, ყველას ციხეში გავუშვებ, ვინც მე არ მომეწონება და ეს ასეთი გეზი წარმატებით არასდროს არ თავდება ხოლმე. აი ჯგუფის წარმატებით, რომელიც ასეთ პოლიტიკას ახორციელებს. ბევრი ხელისუფლება წასული გვინახავს ჩვენ, სხვადასხვა ფორმით წასული. და მარადიული რომ არაფერი არ არის, პირველ რიგში ამას ის ხალხი უნდა აცნობიერებდეს, რომლებიც დღეს მოასხდნენ ამ ქვეყანას, მოაჯდნენ თავზე და ფიქრობენ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ. და ეს კარგად ჩანს ამ არაბული ქალაქების მაგალითზეც, როდესაც ჩვენი ხალხის, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი შეიძლება ითქვას 100%-დან 99% არ უჭერს მხარს ამ არაბული ქალაქების მშენებლობას, ეწინააღმდეგება ამას და ამ დროს ჩვენ გვეუბნება ხელისუფლება, რომ ასე უნდა იყოს და მორჩა.
მე ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი, რომ ეს არის 6 მილიარდიანი ინვესტიცია, რომელიც მოიტანს უზარმაზარ სიკეთეს, არაფერი არ გაგვიყიდია, აბა რა გავყიდეთ ჩვენ და ამავდროულად საუბრობენ იმაზე, რომ თანამესაკუთრე გახდა ის არაბული კომპანია, 33%-ო ჩვენია და ისინი თანამესაკუთრეები არიანო და თანამესაკუთრეობა გაყიდვას ნიშნავს, სხვა რამეს კი არ ნიშნავს და ვინ მოგცათ თქვენ უფლება ქართული მიწები ესე უდიერად გაყიდოთ და გაანიაოთ და მე ინვესტიციაზეც ვილაპარაკოთ, ეგრეთ წოდებულ ინვესტიციაზე და ნამდვილ ინვესტიციაზეც, როცა აი ამ ტელემაყურებლის დარს მოусმეთ. გამარჯობათ. დიდი მადლობა, ცუდად ისმის, რომ მომეფერეთ, მადლობას გიხდით ამისათვის, მაგრამ საერთოდ ზედმეტი შექება სულს ძალიან ზიანს აყენებს, ამიტომ პრობლემებზე ვისაუბროთ, ჩვენს ტკივილებსა და გასაჭირზე ვისაუბროთ, იმიტომ არსებობს ეს ეთერი, რომ გაქვთ თქვენ საშუალება ესეც თქვათ და ისიც თქვათ. თუ კარგი რამ ხდება, ჩვენ იმ კარგზეც არასდროს თვალს არ ხუჭავთ და დიდი სიხარულით აი ამ სიკეთეებსაც ვაშუქებდით და გავაშუქებთ, თუ რაიმე ასეთი ჩვენს გარშემო მოხდა. და როდესაც არაბულ ქალაქებზე ვლაპარაკობთ, იმ დღეს ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდა დავით არხანმოურავს, რომელმაც ახსნა თუ რა მიმართულებით უნდა ჩავდოთ ინვესტიციები და რა იქნება ქვეყნისთვის არა საფრთხის შემცველი, არამედ სრულიად უსაფრთხო და მომგებიანი. და გავაანალიზეთ ჩვენ იმ გადაცემაში ბატონმა დავითმა, რომ ციფრული ტექნოლოგიების დარგში ჩადებულ ინვესტიციას რა მოგება მოაქვს შემდეგ კონკრეტული სახელმწიფოსთვის თუ ამავე კომპანიისთვისაც, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ სისტემებს, იქნება ეს WhatsApp-ი, Telegram-ი თუ სხვა სისტემები, რომელთა შექმნაშიც ჩაიდო მილიონები, მაგრამ მერე ტრილიონები არის უკვე ტრილიონებად არის შეფასებული ეს კომპანიები დღეს. ზარი მინდა შემოუშვათ ეთერში, არ მინდა რომ გაწყდეს და გავაგრძელებ საუბარს. გამარჯობათ. გამარჯობათ. ისაუბრეთ. ქალბატონო ირმა, ჩვენ ძალიან დიდი კმაყოფილი თავიდან თუ არ შეწუხდებით, გადმოგვირეკეთ, ცუდია რომ გაითიშა, მეც აზრი მიწყდება ხოლმე მერე. ზარი კიდევ ერთი. ჩვენ არაბული პროექტების თემაზე, როდესაც ვსაუბრობთ, ვამბობთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესია ინვესტიცია ჩაიდოს ციფრული ტექნოლოგიების დარგში. აი ხა ნახეთ, WhatsApp-ზე როდესაც ვლაპარაკობთ, ეს არის სატელეფონო სისტემა. აი ამ სატელეფონო სისტემის შექმნა დაჯდა დაახლოებით 58 მილიონი დოლარი. და დღეს რა ღირს WhatsApp-ი? დღეს ღირს სადღაც 60 მილიარდი დოლარი. ავიღოთ Telegram-ი 60 მილიონ დოლარზე ნაკლები დაჯდა Telegram-ის სისტემის შექმნა და დღეს ღირს 40 მილიარდი დოლარი. აი ეს არის ინვესტიცია და ეს არის მოგებაზე ორიენტირებული ინვესტიცია და არა ის რომ შემოიყვან არაბულ კომპანიას ქვეყანაში შენ მიწებს დათმობ. ამ 6 მილიარდს ვერავინ ვერ ხედავს, იმიტომ რომ ის არაბული კომპანია აქეთ ცდილობს, რომ ინვესტიციები მოიზიდოს ინვესტორები და ეს 6 მილიარდი რაღაცნაირად შეავსოს ამ მოწვეული ინვესტორების ხარჯზე. და ეს არ არის ქვეყნისთვის სასიკეთო პროექტი. ქვეყნისთვის სასიკეთოა აიღო შენ გეზი და ორიენტაცია ციფრული ტექნოლოგიების განვითარებისკენ და ჩადო იგივე ეს 60 მილიონი დოლარი რაღაცა სისტემის. რისი ნიჭიც ჩვენ გვაქვს და ძალიან კარგი
პოტენციალი გვაქვს, ინტელექტუალურის, ტექნიკური ბაზაც არსებობს ამისათვის და ხალხიც ყავს მწოდნე ამ მიმართულების მწოდნე და მოყვეს მერე ამას მილიარდიანი მოგება რო იტყვიან, იმიტომ რომ კომპანია რომლის შექმნაშიც ჩაიდო და ისევ ტელეგრამი რო ავიღოთ 60 მილიონი დოლარი ნაკლები 60 მილიონ დოლარზე დღეს უკვე 40 მილიარდი დოლარი ღირს და Facebook-იც ასევე მე ხა ერთად არის რაღაცა სისტემა, მეტა სისტემა ესეც ჩაიდო დაახლოებით 60 მილიონზე ნაკლები და 320 მილიარდი ღირს დღეს. და წეგარო ვახსენე Facebook-მა იყიდა WhatsApp-ი და Instagram-ი და მეტა, აი ეს უკვე ერთად მეტა არის ესეთი სისტემა 1.8 ტრილიონი დოლარი ღირს. აი ეს არის ინვესტიცია და ქვეყნის მომავალზე და განვითარებაზე ზრუნვა. ზარი კიდევ ერთი ჩვენს ეთერში. ისაუბრეთ. ალო. გამარჯობათ. გამარჯობა ჩემო კარგო, ისაუბრეთ. ხოდა და რა ვიცი ცუდად მესმის სამწუხაროდ ბოდიშს გიხდით გეფერებით ქალბატონო მარიამ სამწუხაროდ ცუდად ისმის და როდესაც დავით არხანმოურავმა ისაუბრა აი ამ თემაზე და გაუსვა ხაზი იმას რომ აუცილებელი არის ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის მთელი ძალები ჩავდოთ თქვათ ასეთი ტიპის ინვესტიციაში და არა ქართული მიწები გაიყიდოს და იქ არაბული ქალაქები თუ ცენტრები გაშენდეს სოციალურ ქსელში ამას ისევ ნაციონალური ოცნების რაღაცა პატარა ვიწრო ჯგუფებმა მოაყოლეს როგორც იციან ხოლმე ინტერპრეტაცია თავისი რომ აი თხოვენ ბიძინა ივანიშვილს 60 მილიონს რომ რაღაცა სისტემა აშენო კაცო ჩვენ არავის არაფერს არ ავთხოვთ ყველამ კარგად მინდა ეს გააცნობიეროს განსაკუთრებით იმ ხალხმა ვინც ამ თემაზე წერდა სოციალურ ქსელში ჩვენ ვამბობთ რომ ეს პროექტი სახელმწიფომ განახორციელოს და განახორციელოს იმ ძალებით თუნდაც ტექნიკური უნივერსიტეტის ძალებით BTU არის ესეთი ტექნიკური მიმართულების უნივერსიტეტი ჩვენ სულ არაფერში არ ჩავერთვებით ბატონო თქვენ განახორციელეთ ჩვენ ვლაპარაკობთ იდეაზე და მართლაც იმ პროექტზე რომელიც ქვეყანას სიკეთეს მოუტანს და ის რომ ნაციონალური ოცნების პირველი პირები ძალიან სერიოზულად ლობირებენ არაბული პროექტების თემას ეს ხო დასამალი არ არის თვითონ არ მალავენ ამას ხო და ამ იგივე ხალხს მოუწოდებთ რომ შეცვალეთ ბატონებო ეს თქვენი გეზი და ორიენტაცია და არაბული ქალაქების მშენებლობიდან გადმოინაცვლეთ ციფრული ტექნოლოგიების დარგში ინვესტიციების ჩადებასა და განხორციელებაზე აი სულ ეს იყო რისი თქმაც მე მსურდა ზარი კიდევ ერთი იპა. გისმენთ ქალბატონო მარიამ ისაუბრეთ ლება. მოდით ესე მოვილაპარაკოთ გადაცემის მერე დაგირეკავთ ეხლა ტელემაყურებელიც წუხდება არ არის კარგი კავშირი და თქვენც ვერ მაწვდენთ ხმას ქვეყნის მართვა ძალიან რთულია და როდესაც ხელისუფლება ხარ ბევრი მიმართულებით გიწევს ფიქრიც განსჯაც გადაწყვეტილებების მიღებაც კიდევ ერთხელ უნდა ითქვას ეს არაბული ქალაქების და ცენტრების მშენებლობა დიდი საფრთხის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის და მართლაც საკუთარი სამშობლოს მოყვარული ეროვნული ინტერესების დამცველი ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში
ასეთი პროექტის განხორციელებას ხელს არ მოაწერდა. პლუს ჩვენ ვხედავთ, რომ არანაირი პირობები ამ ხელშეკრულების არ არის გასაჯაროებული და საერთოდ მოწყვეტილი არის ამ კონტრაქტს და მის პირობებს ჩვენი ხალხი და ფეოდალური სახელმწიფო რო ვლაპარაკობთ, ამისი გამოხატულება ესეც გახლავთ, რომ მე რასაც მინდა, როგორც მინდა, ისე გავაკეთებ, წალისია თუ გონიოა, ჩემი საკუთრება, ეს ხალხი ესე აზროვნებს, ესე ფიქრობს და მინდა არაბს შემოვიყვან, მინდა ავღანელს, პაკისტანელს თუ ინდუს. და ასე არ არის მეგობრებო, ეს ქართული მიწა არ არის ნაციონალური ოცნების პოლიტიკური ელიტის საკუთრება, არც კობახიძის საკუთრებაა, არც ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა და არც მარტო ჩემი საკუთრებაა. ეს ქართველი ხალხის საკუთრებაა ჩვენი ქართული მიწები. და როდესაც ესეთ სახიფათო პროექტს ხელს აწერ, მანამდე ნება უნდა იბოძო და ეს ხალხის სამსჯავროზე გამოიტანო, მაგრამ ფეოდალიზმი რას ნიშნავს? რომ ხალხი საზრი არავის არ აინტერესებს, იმან ესე ჩათვალა საჭირო და აწვება ბოლომდე იმ თავის აზრს. და როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ბევრი ვიდეო უნდა ჩაიწეროს და გამოიგზავნოს ჩვენთან, ამას იმიტომ ვუძღვები და წარმართავთ ამ პროექტს, რომ არაბულმა კომპანიამ გააცნობიეროს თვითონ, რამდენ 1000 ადამიანს საქართველოში არ უნდა ამ პროექტის განხორციელება და უკან დაიხიოს ისევე, როგორც ეს არაერთი, თუნდაც მონტენეგროს მაგალითზე მოხდა. ზარი ჩვენს ეთერში. მადლობა ქალბატონო ირმა, რომ მაღაროელების საქმე შეეხეთ, უკაცრავად ვერ გამოვედი აქამდე. იცით რა შეესაქმე, მაღაროელები ადრე არავის არ მივტირი, მაგრამ იყვნენ დაცულები როგორ. ვინაიდან მიწის ქვეშ მუშაობენ, მათ ემუქრებათ თითქმის ობსტრუქციული დაავადება. ამიტომ ვალდებულები ვიყავით ყველანი თვეში ერთხელ მათი დისპანსერიზაცია გაგვეკეთებინა, თვლის ბოლოს პრემიალურები ეწერებოდათ, მათი ბავშვების დასვენება იყო აბსოლუტურად უზრუნველყოფილი, პლუს ზის პროდუქტებით უზრუნველყოფა. მე მის თქმა რა საინტერესო ზარი იყო და ადამიანებს ესეც გააჩეროთ. დიდი მადლობა უკაცრავად. პირიქით მადლობ ძალიან საინტერესო ზარისთვის, ისევ რომ გადმოვიდეთ ჭიათურელი მაღაროელების თემაზე. ისეთი დიდი მოგება მოაქვს იმ ადნეულს, რასაც მოიპოვებენ ჭიათურელი მაღაროელები, რომ ჭიათურა უნდა გავდეს დღეს, არ ვიცი, ჟენევას. ისე უნდა იყოს მოვლილი, აყვავებული, განათებული, კეთილმოწყობილი და ისე უნდა იყოს დაცული ამ მაღაროელების უფლებები. მაგრამ თუ ბოლო დროს განსაკუთრებით გაგივლიათ ჭიათურაში, ეს ულამაზესი ქალაქი, ძალიან ლამაზი, თავისი ბუნებრივი პირობებით, ლანდშაფტით. გავს რაღაცა ის საშინელებათა ფილმის ქალაქს. საშინელებათა ფილმებში რო ქალაქებია რაღაცა იქ ხარაჩოები, იქ რაღაცა გაჩერებული, რაღაცა ისეთი. და უნდა ყვაოდეს ჭიათურა. ისეთი დიდი თანხა შედის აი ამ წიაღისეულიდან კონკრეტული კომპანიის ჯიბეში, თორე ჭიათურას და ჭიათურელებს არაფერი ეტყობათ, ბევრჯერ ავარ იქ ნამყოფი და არაფერი არ ეტყობათ, რომ რაღაცა შეიცვალა მათ ცხოვრებაში სასიკეთოდ. აქ მარტო ის კი არ არის საინტერესო და დამაფიქრებელი, რომ ამ მუშათა პირობები, ჩვენი მაღაროელების პირობები წლების მანძილზე მიდის ამაზე ლაპარაკი, ობიექტივშიც ბევრჯერ იყო ამაზე, ამ თემაზე საუბარი, არ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი.
არც ეკიპირება, არც ის შრომი ადგილი, სადაც მუშაობენ, დაცულები არ არიან, იქ რა მოხდება და რა დროს გაწყდება მათი სიცოცხლე, კაცმა არ იცის. აქ ისიც არის მნიშვნელოვანი, რომ მერე როდესაც ეს ყველაფერი გააპროტესტა ამ ხალხმა, როგორც ჩვევია ნაციონალურ ოცნებას, ნაწილი მაღაროელებისა გააჩუმეს, რაღაცები შესთავაზეს, მეორე ნაწილი სახლებში გაუშვეს და დაკარგეს სამუშაო ადგილი და მესამე ნაწილი, ვინც არ შეეგუა ამ ყველაფერს და გააგრძელა ეს პროტესტი, იმ ნაწილმა პასუხი აგომერე, პასუხი აგებინეს და აქ ციხეში კი არ უნდა უშვებდეთ მაღაროელებს. ხაზი მინდა გაუსვა. რა პოლიტიკური შეხედულებისაც არ უნდა იყოს, ხა ყველას აქვს უფლება მოწონდეს ის პარტია, ეს პარტია თუ ეს პარტია. მაგრამ ამ პარტიებს თავი დავანებოთ, ამითი ნაციონალური ოცნება მანიპულირებს ხოლმე, რომ მიაკეროს ყველა საპროტესტო ჯგუფები იმ ცუდ ძალიან ბოროტ ნაციონალურ მოძრაობას და ამითი ცდილობს, რომ ყველა გააჩუმოს. და უიმე ხმა რა მოვიღო, რომ მე ესენი აი ნაციონალურ მოძრაობას მიმაკერებენ. და ესე უნდათ პროტესტების დისკრედიტაცია და გასვრა ხალხის. აქ დამაფიქრებელი ის არის, რომ პროტესტი რო გამოხატა ამ ხალხმა, მერე ციხეში გაუშვეს ორგანიზებული ძალადობის მუხლით. და მაღაროელებს ციხეში კი არ უნდა უშვებდეს ნორმალური ხელისუფლება. ამ მაღაროელებთან ბოლოს და ბოლოს უნდა შედგეს დიდი შეთანხმება, ძალიან კაფიოდ გაწერილი უნდა იყოს ყველა პუნქტი, მათი შრომითი პირობების დაცვის კუთხით, მათი სიცოცხლის და სამედიცინო მომსახურების დაცვის კუთხით, კვების კუთხით, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რომ ენერგია კონდეს ელემენტარულად იმ მაღაროელს. და ერთხელ და სამუდამოდ ამ მაღაროელმა იცოდეს, რომ მისი შრომა დაფასებულია. და არავის არ ჭირდებოდეს არც შიმშილობის აქციის ორგანიზება, არც საპროტესტო აქციაზე თვეობით გამოსვლა და არც მერე არავინ არ დგებოდეს იმ საფრთხის წინაშე, რომ აი რაღაცა ბოლოს და ბოლოს ცისხლის სამართლის დამნაშავეებად გამოაცხადონ. ეს არ ხდება მარტო მაღაროელების მიმართულებით. ყველა მიმართულებით ნაციონალურ ოცნებას, ფეოდალურ ნაციონალურ ოცნებას. აღებული აქვს ეს ერთი გეზი, რომ თუ მაგალითად თქვენ რაღაცა არ მოგწონთ და ამაზე ხმას აღიმაღლებთ, თქვენ რა ის ნაციონალური მოძრაობის ნარატივში ხართ თურმე და იმ ნარატივს აძლიერებთ და შეიძლება რაღაცა პირდაპირ ისიც გამოგაცხადონ ნაციონალური მოძრაობის წევრად, დააკვირდით იმ ნაციონალური მოძრაობისა, რომლებიც თვითონ არიან უკვე 90% ნაციონალური მოძრაობაა დღეს ნაციონალური ქართული ოცნება. არავით არის ქართული ოცნება დღეს აღარ არსებობს ხალხო, ამას უნდა გაუსწოროთ თვალი. დღეს ქვეყანას მართავს ფეოდალური ნაციონალური ოცნება. ქართული არა, ნაციონალური ოცნება. და ეს შერწყმა ამათი და რაღაცა მუტანტის ფორმირება ჩვენ თვალწინ მოხდა. ამას ვეწინააღმდეგებოდით ჩვენ. ამას არ ვეგუებოდით, ამას ვაპროტესტებდით, ამაზე ვიმაღლებდით ხმას პარლამენტშიც და პარლამენტს მიღმაც. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. და ეხლა კიდევ აი ამ რაღაცა ახალი ბოროტების წინააღმდეგ გვიწევს ხმის ამაღლება. და აუცილებელია ეს, აუცილებელია არ მოექცეთ აი ამ პროპაგანდის ქვეშ, რომლის მიზანიც არის დაშინება ჩვენი საზოგადოების. დაშინება, რომ აი მაღაროელს კი არა, რო დავიწყებ იმ მაღაროელიდან, მივალ ბოლო ქირურგამდე იმასაც დავიჭერ. ხალხი რა გონია ამათ, ხალხი რას ფიქრობს? რო ავიღოთ ახლა ბოლოს ამათი პრემიერ-მინისტრის
თავდაცვის მინისტრის, სუსის მინისტრის დაკავება, ესენი თავის ციანებს არ ინდობენო და ჩვენ დაგვინდობენო. აი ეს აზრი არის ხალხში. იმიტომ რომ თუ შენი თავდაცვის მინისტრი საბავშვო ბაღების ახსაზრდელებს რაღაცას პარავდა, ეს შენ თვალწინ ხდებოდა, ხო შენ იყავი მაშინ, აბა სად იყავი? პარლამენტში არ იყო ბატონი კობახიძე? არ ევალებოდა პარლამენტს კონტროლი მთავრობის საქმიანობაზე? აბა რისთვის არის პარლამენტის მთავარი ფუნქცია? ერთ-ერთი არის მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი, ზედამხედველობა. და რას ზედამხედველობდი, აბა შენი ძალაუფლების გამტკიცებას? ესე გამოდის, ხო? მერე სუსის უფროსის ისტორია და ეპიზოდი, აქეთ ღარიბაშვილის ეპიზოდი და ეხა თვალი რო გადავავლოთ ამ ნაციონალური ოცნების მინისტრებს, პრემიერ-მინისტრებს, მინისტრის მოადგილეებს, დაჭერილებს თუ ჯერ თავისუფლებს, ჯერ ვერ დაჭერილებს თუ არ დაჭერილებს. გამოდის რომ ამათი მინისტრებიც, პრემიერ-მინისტრებიც, მინისტრების მოადგილეებიც კორუფციაში იყვნენ გარეულები, ან მოღალატეები იყვნენ, ან რაღაცა საზიანო საქმეებს ეწეოდნენ, საზიანოსთვის ესეც გასარკვევია და ამ ზიანში რა იგულისხმება, იმიტომ რომ დიდი ნაწილი ეს ყველაფერი ესეც ტყუილი და ცილის წამებებით იყო გაჯერებული და ეხლა ვითომ უკავიათ ხელში კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლთა დროშა და სინამდვილეში გამოდის რომ კორუმპირებულები სულ ყველა იყავით ამ ლოგიკით და მაშინ თუ ყველა იყავით კორუმპირებულები და მოღალატეები წადით ბატონო წადით რა გინდათ რას ერჩით ამ ქვეყანას და ამ ხალხს თუ ამდენი მინისტრი ყავდათ პრეზიდენტები კიდე მარგველაშვილი მოღალატე ყოფილა სალომე ზურაბიშვილი მოღალატე ყოფილა ამ მოღალატეებს ვინ უწევდა რეკომენდაციას და ვინ არჩევინებდა ქართულ ხალხს პრეზიდენტებად და რატომ არჩევინებდით მაშინ თუ იცოდით რომ ესეთი ხალხი იყო არასაიმედო არასანდო არ იმსახურებდნენ პრეზიდენტობას პასუხისმგებლობა არ არის ქართული ოცნების ამ ნაციონალური ოცნების პასუხისმგებლობა ესა და ხალხი ამ ყველაფერს ფიქრობს ამ ყველაფერს აანალიზებს და აი ზუსტად იმას ლაპარაკობს რასაც მე ვლაპარაკობ ახლა ობიექტივის პირდაპირ ეთერში რომ 13 წლის მანძილზე არაერთი არჩევნებისას თუ გვარწმუნებდით იმაში რომ ყველაზე კრისტალურები, უნციკლოები იყავით და კიდე ეხლაო რაღაცა კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების ოცეულში მოვხვდითო როგორც ესეთი წარმატებული ქვეყანა რომელიც კორუფციას ებრძვისო და ამდენი მინისტრი და მინისტრის მოადგილე ყოლია კორუმპირებული შენი ლოგიკით და ამდენი პრეზიდენტი და კიდე დანარჩენი სახელმწიფო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები მოღალატეები მაშინ შეყოფილ ხარ კორუმპირებული მოღალატე ამ ქვეყნის ინტერესების შემლახველი და არ იმსახურებ რომ იყო ხელისუფლებაში და უნდა წაბრძანდე მაგრამ აქ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა კი არ არის მთავარი კონკურენტების გზიდან ჩამოშორებაა მთავარი და აი ამ პოლიტიკას ეწევა ბატონი კობახიძე წლების მანძილზე. სადაც კი თეორიულად ხედავს რაღაცა კონკურენციის ნიშნებს და პატარა რაღაცა ნიშანსაც კი ჩანასახშივე ამ ყველაფერს ანადგურებს. ხა არა თუ რაღაცა უკვე სერიოზული კონკურენციის ნიშნები თუ დაინახა ვინმეში და რამეში. ზარი კიდევ ერთი ისაუბრეთ დროს ნუ დავკარგავთ ისაუბრეთ როდესაც დარეკავთ პირდაპირ ეთერში დაიწყეთ საუბარი ნუ დაელოდებით არავინ ჩვენგან არ გიპასუხებთ ჩემს გარდა და დაიწყეთ საუბარი ცენზურა არ არსებობს ჩვენ არხზე ყველაზე არის თავისუფალია და არავინ არ იბლოკება. ჩვენ ლაპარაკობთ ჩვენს დღევანდელობაზე. რა სახელმწიფოში ვცხოვრობთ ჩვენ და როგორ სახელმწიფოში
გვიწევს ცხოვრება და ბევრჯერ მithქვამს, რომ მაშინ, როდესაც აი ობიექტივს ვქნიდით 2003 წელს და დავით თარხანმოურავი იყო აი ამ ჟურნალისტების გამაერთიანებელი, რომლებიც იმ რეჟიმს, რომელიც მოდიოდა და ვიცოდით, რომ ცუდი ხალხი მოდის ხელისუფლებაში ვარდების რევოლუციის შედეგად, ყველა მათგანს ვიცნობდით ჩვენ, რომლებიც არ შეუერთდით იმ რეჟიმს, არ დაუჭირეთ მხარი, იმიტომ რომ იყვნენ ჟურნალისტები, რომლებიც გადასარევად მოერგნენ მიხეილ სააკაშვილის მმართველობას და შესანიშნავად ცხოვრობდნენ იმ 9 წლის პერიოდში. ჩვენ კი დავით თარხანმოურავთან ერთად, რომელმაც გააერთიანა ეს ოპოზიციონერი ჟურნალისტები, 2003 წლიდან დავიწყეთ ბრძოლა იმის წინააღმდეგ, რაც არ მოგწონდა მაშინ. უამრავი რამე ხდებოდა დასაწყისში ჯერ კიდე, ეს იყო ვეტერანების დარბევა, ეს იყო უნივერსიტეტისთვის ავტონომიის წართმევა და ჩვენი პროფესორებისა და პედაგოგების აკადემიური წრის უდიდესი ნაწილის ხულიგნებად გამოცხადება, ძალიან მოკლე მეხსიერება გვაქვს სამწუხაროდ, ჩვენ და გვავიწყდება ხოლმე, ან არ გვინდა გავიხსენოთ, რა გავიარეთ ჩვენ. და ვინ სად როგორ წარმოაჩინა თავი და ობიექტივით წინააღმდეგობის მოძრაობაც ჩვენც თითოეული ჩვენგანი ყველა ვიყავით ამ პროცესის ხშირ შემთხვევაში კი არა უმეტეს შემთხვევაში ორგანიზატორები, პოლიტიკური პროცესის შემქმნელებიც და მონაწილეებიც. და მე ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი, რომ იმ დიდი ბრძოლების მერე დღეს კიდევ იმაზე მომიწევდა საუბარი, რომ სახელმწიფოს დაეპატრონა ფეოდალების ჯგუფი და მიდის ხალხის დაშინება, ზემოქმედება ხალხის აზროვნებაზე, ხალხის მოტყუება, მთავარი ბერკეტი ამათი არის ცილისწამება და ტყუილი, რაშიც ძალიან გაწაფული არის ბატონი კობახიძე და აი ამ ჩაჩურჩულების დიდო სტატია ცუდი საქმეების გაკეთებას არ ჭირდება რა, დიდი ნიჭიერება. კაცი თუ გესაიღებს იქით, რომ იყოს ტყუილი, მატყუარა, ცილისწამებელი, ჩამჩურჩულებული, სხვა ხალხის გამანადგურებელი და კიდე პოლიტიკური ოპონენტების გზიდან ჩამომშორებელი, ეს მის სიძლიერეზე არ მეტყველებს, მეგობრებო. ეს სისუსტე არის. ლიდერის სისუსტეა. ასეთი ადამიანი ვერასდროს ვერ მოუტანს სიკეთეს, ვერც მის კონკრეტულად პოლიტიკურ ჯგუფს და ზოგადად ვერც ქვეყანას და კარგი იქნება თუ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იმაზე დაფიქრდება, რომ მას შემდეგ რაც ბატონი კობახიძე გახდა პრემიერი, სწორედ მას შემდეგ არაერთი სერიოზული პრობლემა შეექმნა პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს. პერსონალური პრობლემები. და აი ეს რომ გაანალიზოს ჭკვიანი ადამიანია ის და იმედი მაქვს რომ ამას გაანალიზებს, მიხვდება რომ მის ირგვლივ თუ კი შავმა ღრუბლებმა თავი მოიყარეს, ეს შავი ღრუბლები მოფანტა მის თავზე და თავი მოუყარა ამ ყველაფერს ბატონმა ირაკლი კობახიძემ. რა ძალიან დამაფიქრებელი ფაქტი არის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მე პატივისცემით გემშვიდობებით, ობიექტივი აგრძელებს მაუწყებლობას და ჩვენ კიდევ ბევრჯერ შევხვდებით ამ ეთერში.